მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბების სტუდიაში თქვენთვის ნინო ვაშალომიძე მუშაობს. გაზეთ ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 27 დღეა შემშილობს. თავისუფლება და მხარდაჭერა მზია ამაღლობელს და სინდისის ყველა პატიმარს. აგრძელებთ გამოშვებას. მზია ამაღლობლის მხარდასაჭერად დღეს მორიგი აქცია გაიმართა ბათუმში. ჟურნალისტები ამჯერად პროკურატურასთან შეიკრიბნენ და კოლეგის დაუყოვნებლივ განთავისუფლება, ასევე წარდგენილი ბრალის დაკვალიფიცირება მოითხოვეს. ამ შენობაში მუშაობს აჭარის პროკურატურა, რომელ პროკურატურაშიც დაიწერა ის უსამართლობა, რომელი უსამართლობის გამოც არის მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარი. მოვითხოვთ აჭარის პროკურატურისგან, რომ შეუცვალოს ამ საქმეს კვალიფიკაცია და გაათავისუფლოს უკანონო პატიმარი მზია ამაღლობელი. მისი პირველივე დაკავება მოხდა უკანონოდ, მის საქმეზე მისი პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო შესაბამისი კვალიფიკაციის არ მქონე მოსამართლემ. პროკურატურას შეუძლია და პროკურატურა ვალდებულია შეასრულოს თავისი პირდაპირი ვალდებულება, იმუშაოს როგორც თავისუფლმა დამოუკიდებელმა ინსტიტუციამ, იმიტომ რომ ამ ქვეყანას სჭირდება გამართული ინსტიტუციები, მიიღოს გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი. მედია გამომცემლის უკანონო დაპატიმრებას ბოლოს 3 დღეა აქტიურად აპროტესტებს გაზეთ გურიის მოამბის დამფუძნებელი ლადო მენაბდე, რომელიც გურიაში არსებულ ქუჩებსა და ხიდებზე დგას და ბანერით ჟურნალისტის განთავისუფლებას მოითხოვს. მას დღეს სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შემოუერთდნენ. ვითხოვ თავისუფლება მზია ამაღლობელს, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს. ეს აქციები გაგრძელდება, მივართ ყველა დასახლებულ პუნქტში გურიაში, იმიტომ რომ რაც უფრო ახლოს მივდივართ მოსახლეობასთან, უკვე სამდღიანი პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ მოსახლეობა უფრო ითავისებს, რომ ეს მზია ამაღლობელზე და რეჟიმის ტყვეებზე მეტად მათი პრობლემა არის. დროზე დავასრულოთ ეს რეჟიმი. ქართული ოცნების დაანონსებული ინიციატივები კვლავ პოლიტიკური განხილვის თემაა. ოპოზიციის მწვავე განცხადებები ამერიკული ფარას ქართულ რეალობაში გადმოტანას უკავშირდება. როგორც დაანონსდა, კანონს 2 თვის განმავლობაში თარგმნიან და შემდეგ შედგება ახალ კანონპროექტზე საჯარო მსჯელობაც. ამერიკაში მოქმედი უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი რეგისტრაციასა და ფინანსურ გამჭვირვალობას ავალდებულებს იმ ლობისტურ კომპანიებს თუ ფიზიკურ პირებს, რომლებიც უცხო ქვეყნის მთავრობის გავლენით და ინტერესებით მოქმედებენ. უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ ახალი კანონპროექტის მიღების შემდეგ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი გაუქმდება. მათივე განმარტებით ამერიკული ფარას გადმოტანა სახელმწიფო სუვერენიტეტის გაძლიერებისკენ არის მიმართული. ოპოზიციაში კი ბოლო დროს განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს რეპრესიებს უწოდებენ. არაფერი საერთო ამ ხელისუფლებას არ გააჩნია თავისუფლებასთან და გამჭვირვალეობასთან. და ბოლოს ძალიან სასაცილოა შემთხვევით, როდესაც ამ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული ხელისუფლება საუბრობს გამჭვირვალეობის სხვადასხვა ფორმაზე. ეს არის მხოლოდ კომიკური. ეს არის ხელისუფლება, რომელიც ჩაძირულია გაუმჭვირვალეობაში, კორუფციაში, ხელისუფლება, რომელიც დეკლარაციებს მალავს და ამავე დროს პარალელურად საუბრობს გამჭვირვალეობაზე. მე ვფიქრობ, ჭკუატყოფილი ადამიანი ვერ დაიჯერებს, რომ ამ ხელისუფლება შეიძლება გამჭვირვალება აინტერესებს რაიმე ერთი საქართველოს დღეს დგას სრულიად სხვა გამოწვევის წინაშე, ვიდრე იყო თუნდაც 1 თვის წინ, ან 6 თვის წინ თუ 1 წლის წინ. ამიტომ ისევ როგორც მთელი მსოფლიო ჩვენც ვფიქრობთ, როგორ რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ საზოგადოება დავიცვათ დეზინფორმაციებისგან, უცხოური ჩარევებისგან და ასე შემდეგ და სწორედ ეს არის ერთ-ერთი мотиваცია, რატომაც ჩვენ გადავწყვიტეთ ფარას კანონმდებლობის და ახალი ბრიტანული სტილის მედია კანონმდებლობის გადმოტანა საქართველოში. პირველი ის რომ ამერიკული სტანდარტით მოწესრიგდეს უცხოური ჩარევების საკითხი. ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი 14 წლიანი მუშაობის შემდეგ დაიხურა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინა ხატისკაცმა დაგვიდასტურა. ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი 2011 წლის 4 ნოემბერს მაშინდელმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა გახსნა. მას შემდეგ ცენტრი აქტიურად მუშაობდა. იგი ოზურგეთის სამოქალაქო საზოგადოების ერთგვარი ჰაბი გახდა. ცენტრმა გახსნის დღიდან დღემდე უმასპინძლა 2500-მდე შეხვედრას, რომელშიც 35,000-მდე მეტმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. ცენტრი წლების განმავლობაში ინარჩუნებდა
აშენებდა ყველასათვის თანაბრად ხელმისაწვდომი დემოკრატიული სივრცის იმიჯს, რომლის სერვისებითაც აქტიურად სარგებლობდნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოები, კომერციული ორგანიზაციები, მედია და რიგითი მოქალაქეები. ნინა ხატისკაცის თქმით, ოზურგეთის გარდა ოფისები ქუთაისში და ახალციხეში დაიხურა. თბილისი ოზურგეთი თბილისის მიმართულებით სწრაფი და კომფორტული ელექტრომატარებელი იმოძრავებს. 2025 წლის 11 თებერვლიდან თბილისი ოზურგეთი თბილისის მიმართულებით სწრაფი და კომფორტული ელექტრომატარებელი იმოძრავებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. კომპანიის ცნობით სამგზავრო მატარებლის ტევადობა დაახლოებით 100 ადგილით გაიზარდა, ხოლო მგზავრობის ხანგრძლივობა თითქმის 2 საათით შემცირდა. ბილეთის ღირებულება 11-დან 15 ლარი იქნება. ასოციაცია გურიას დღის ცენტრმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის პროექტის ჩვენ ერთად ვართ ფარგლებში ადაპტირებული ინვენტარი და კომპიუტერული ტექნიკა განაახლა. პროექტი განხორციელდა მაშალ შალომ კლუბ გურიას მიერ ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს, მაშავის და ისრაელის საელჩოს დაფინანსებით. პროექტს ქვია სახელწოდება აქვს ჩვენ ერთად ვართ, ანუ ჩვენ ერთად ვართ იმ ბავშვებთან, რომლებსაც აქვს შეზღუდული შესაძლებლობები, სპეციალური საჭიროებები და ამ წუთას ამ პროექტის ფარგლებში ვეხმარებით ინვენტარის შეუძინათ კომპიუტერები, შეუძინათ ადაპტირებული მაგიდები. პროექტი განახორციელა შალომ კლუბ გურიამ. ანალოგურ პროექტებს საქართველოში ისრაელის საელჩო და მაშავი ახორციელებს სხვადასხვა რეგიონებში და გურიაში კონკრეტულად სამსახველმოქმედო ცენტრს გაუწიეთ დახმარება. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ამ ურთიერთობას. ძალიან მოგწონს აქ მომუშავე ადამიანები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ ამ ბავშვების ინტეგრაციასთან საზოგადოებაში და ნამდვილად სასახელო ადამიანები არიან და ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალშიც გავაგრძელოთ ეს ურთიერთობები და დავეხმაროთ სხვადასხვა პროექტებით. საქველმოქმედო ასოციაცია გურია უკვე მრავალი წელი ანხორციელებს სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვთა ზრუნვის სახელმწიფო პროგრამებს. დაფინანსება ითვალისწინებს სერვისის ფუნქციონირებას, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დონორი ორგანიზაციების ჩართულობა გარემოს ადაპტირების მიმართულებით. პროექტი ჩვენ ერთად ვართ, სწორედ ადაპტირებული გარემოს შექმნას ემსახურებოდა. პროექტის ფარგლებში დღის ცენტრი განახდა ადაპტირებული ინვენტარით და კომპიუტერული ტექნიკით, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით ისრაელის საელჩოს საქართველოში, მაშავის სააგენტოს და შალომ კლუბ გურიას პრეზიდენტს ბატონ საურ ოსეფაიშვილს. ვაგრძელებთ გამოშვება სტუმართან ერთად. დღევანდელი გადაცემის სტუმარი დავით მამალაძეა, ადვოკატი, იურისტი, ასევე ლეიბორისტული პარტიის ლიდერი რაიონული თვალსაზრისით. მოგესალმებით ბატონო დავით და მადლობას გადაგიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. დიდი მადლობა პირიქით მოწვევისათვის და ჩართვისათვის. ბატონო დავით, ჩვენ მიმდინარე პროცესებზე ვისაუბრებთ, რაც ჩვენს ქვეყანაში თითქმის 3 თვეა მიმდინარეობს, საპროტესტო აქციებზე მაქვს საუბარი, თქვენი შეფასებები რომ მოვისმინოთ, მაგრამ სანამ საპროტესტო აქციებს შევეხებით, მანამდე მინდა გკითხოთ, როგორც იურისტს, როგორც პროფესიონალს, ახალ კანონებთან დაკავშირებით, ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით, რომელსაც პარლამენტი იღებს და უკვე მიიღო და თქვენი შეფასება როგორც იურისტის უთხრათ მაყურებელს. მოგახსენებთ, ესე იგი რამდენად არის მიმართული იქეთკენ, რომ ეს აქციები ჩაახშონ და თქვათ აღარ იყოს. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ყველა კანონი, რომელიც ეს არალეგიტიმური პარლამენტი მიიღებს, არის უკანონობა. აქედან იწყება ყველაფერი და სხვა დანარჩენი ახლა მიზეზები თუ გაინტერესებთ, მიზეზები ის არის, რომ ოლიგარქიული რეჟიმი ითვლის თავის უკანასკნელ წუთებს და იგი აგონიაშია ჩავარდნილი, იცით რომ მთელი მისი უძრავ-მოძრავი ქონება დაყადაღებულია და ძალიან რთულ მდგომარეობაში არის და ერთ-ერთი გადარჩენის წყაროთ დაშინება, შანტაჟი, კანონის გამკაცრება მიაჩნიათ, მაგრამ არავის არ შერჩენია ქართველი ხალხის წინააღმდეგ წასვლა.
და არ ამგონია რომ ამ რეჟიმსაც, ამ ხელისუფლებასაც ეს შერჩეს, იმიტომ რომ ჩვენ სულ სხვა ვითარებაში ვიმყოფებით ახლა დღეს. თქუილა გვადარებენ ან ჩინეთს, ან რუსეთს, ან ბელარუსიას, იქ სხვა ეკონომიკური პარამეტრებია, ჩვენთან პრაქტიკულად აი დასავლეთის ზურგის შექცევამ გამოიწვია ის რომ მინიმუმ 9 მილიონი ადამიანი შეერჩება და არანაირი ფაბრიკა ქართლები არ არსებობს, არანაირი სოფლის მეურნეობა დაქცეულია, დაფსებულია ქვეყანა და ასე რომ შედარება აი ამ ქვეყნებთან, რომელიც მე ჩამოვთვალე, ეს იქნება აბსურდი და ამიტომ ეს ხელისუფლება ამ წნეხს ვერ გაუძლებს და იგი იძულებული შეიქნება რომ ვადამდელი არჩევნები დანიშნოს. აი, მაინც რომ შევიდეთ შინაარსში იმ ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით, როგორც პროფესიონალს გეკითხებით, რამდენად არის, ვთქვათ, მორგებული იმას, ანუ კანონთან მიმართებაში და რამდენად, ვთქვათ, როგორ უყურებთ ამას როგორც იურისტი. რამდენად დასაშვებია? სიმართლე გითხრათ, დეტალურად ახლა არ ვარ ამ კანონშივე გათვითცნობიერებული, სიმართლე გითხრათ არც წამიგიფრთხია, იმიტომ რომ არც დავინტერესებული ვარ, იმიტომ ეს კანონი, როგორც მოგახსენეთ, არის უკანონო, არალეგიტიმური პარლამენტის მიერ მიღებული, რაღაც კონკრეტული დაჯგუფების მიერ მიღებული წერო და იკითხო, რაც უნდა ეს გააკეთოს, ამას მომავალი არ გააჩნია. რაც შეეხება ახლა ცალკეულ შემთხვევებს, ახლა ცალკეულ შემთხვევებს მინდა გავამახვილო ყურადღება იმ გარემოებზე, შეურაცხყოფის წინააღმდეგ რომ სანქციებს ამზადებენ, ახლა შეურაცხყოფა იგივე დახურულ სივრცეებში შეკრების უფლების აკრძალვა, იგივე ესტაკადებზე, ვთქვათ, გადაკეტვა და ასე შემდეგ. რამდენადაა მიმართული თქვენ როგორ ფიქრობთ იმისკენ, რომ ეს აქციები, ეს საპროტესტო ტალღა ჩაახშონ? საპროტესტო ტალღას ვერანაირი კანონი ვერ ჩაახშობს, იმიტომ რომ მე ვგებოთ მოგახსენეთ, პრაქტიკულად ხელისუფლებამ ქვეყანა ეკონომიკურ, პოლიტიკურ ჩიხში შეიყვანა და პრაქტიკულად 9 მილიონი ადამიანზე მეტი მშიერი რჩება ქუჩაში, ახლა მშიერი ადამიანისთვის ვერანაირი კანონი და ვერანაირი ბორკილება დამკოლებად ვერ იქცევა. ამიტომ ახლა ის დახურულ სივრცეში მიიღებს აკრძალვას მანიფესტაციების თუ ღია სივრცეებში ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, გარდა ამისა კიდევ ერთხელ ვადასტურებ რომ ეს არის უკანონო, მათი მიერ მიღებული კანონები, მაგრამ ერთ გარემოებაზე მინდა გავამახვილო ყურადღება, აი სიტყვის თავისუფლების აკრძალვის დროს შეურაცხყოფის კრიტერიუმები რა არის მაგათი გათვლებით. ესე იგი შეურაცხყოფა, რა თქმა უნდა, ბუნებრივია რომ პოლიტიკოსები არ უნდა აყენებდნენ ერთმანეთს შეურაცხყოფას, მაგრამ რა ითვლება შეურაცხყოფა და რა არ ითვლება შეურაცხყოფა და ეს თუ არ გაიმიჯნა, ძალიან რთული იქნება და ნებისმიერ საქმეზე, ნებისმიერ სიტყვაზე შეიძლება ადამიანი პასუხი აგებიო და დააჯარებო ნებისმიერი სიტყვის გამო და ეს მართლაც დიდი საფრთხეა სიტყვის თავისუფლებისათვის. ბატონო დავით, ერთია რა საკანონებენ და რა რეგულაციებს იღებენ. მეორე, რამდენად შეშინდებათ ამის აქციაში მონაწილე ადამიანებს საზოგადოებას, რომელიც სამი თვეა უწყვეტ პროტესტშია ჩართული. თქვენ როგორ ფიქრობთ, დაშინდება თუ არა ამით საზოგადოება? ესე იგი, შიში გამორიცხულია ადამიანს მაშინ ეშინია, როდესაც რაღაცა მას უკან მოსახედი აქვს და რჩება რაღაცა ისეთი, რომ ბოლომდე არ წავიდეს გზაზე. და კიდევ გიმეორებ, ხელისუფლების დანაშაულებრივმა პოლიტიკამ პრაქტიკულად ეს ხალხი, რომელიც ქუჩაშია გამოსული, 9 მილიონზე მეტი ადამიანი შეიყვანა ეკონომიკურ კრიზისში. ქვეყანა არის პოლიტიკურ ჭაობში შესული და ეხლა უკან დასახევი აღარ არსებობს, ეხლა მშიერი კაცი გამორიცხულია და სახლში დარჩეს და არ მიიღოს რეაგირება ამა თუ იმ გადაწყვეტილებაზე და ვერავით არის ბორკილები და ვერავით არის კანონები, აი ამ ეს რეჟიმი ვერ შეაშინებს აი ამ ხალხს და ეს ბრძოლა აუცილებლად დადგება გამარჯვებით და ამის ყველა მონაცემები არსებობს. და ბატონო დავით, თქვენ ლაპარაკობთ როგორც იურისტი, როგორც ინდივიდი, თუ ამას ყველაფერს ლაპარაკობთ თქვენი პარტიის სახელით, საინტერესოა თქვენ პარტიას, ლეიბორისტულ პარტიას რა პოზიცია ყველაფერ ამასთან მიმართებაში, ეს თუ შეიძლება ვუთხრათ მაყურებელს. ბოლო ვიზიტი ვნახეთ ბატონი შალვას ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჯო უილსონთან იყო, ფოტოც არის დადებული მის Facebook გვერდზე და შესაბამისად ამასთან დაკავშირებითაც მივცეთ ინფორმაცია მაყურებელს. კიდევ ერთხელ პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ რაც დღეს ხდება საქართველოში, ის სახალხო მღერვალება, ეს ყველაფერი საქართველოს ლეიბორისტული პარტიის აქტიური შრომის შედეგია, 14 წლიანი ბრძოლის შედეგია, ის სანქციების პროცესიდან დაწყებული, იმ სახალხო მღერვალებით დამთავრებული, რაც დღეს ხდება თბილისის ქუჩებში და მთელი საქართველოს უბნებში.
და ჩვენ ამას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე. უბრალოდ პატარ-პატარა ხარვეზები მქონდა, თქვენ გახსოვთ რომ 4 წლის უკან იმ ფანჩატურში რომ არ ყოფილიყო ღალატი, ეს დღეს ხალხს უფრო ადრე დასრულდებოდა ეს რეჟიმი და ხალხი ამდენ კინვარამში არ იქნებოდა. აი ღალატი მისი მხრიდან ბატონო დათო. 4 წლის შემდეგაც ეხლა თქვენ გახსოვთ რომ რამოდენიმე თვის უკან ჩვენ ქარტიაზე ხელმოწერი პარტიები იყვნენ ჩასული პრეზიდენტ ტრამპის ინაგურაციაზე, იქ შეხვდნენ კონგრესმენებს, მათ შორის სანქციების მთავარ მამამთავარს უილსონს და შეშფოთება გამოხატა უილსონმა შარვას დაურეკა ახლა ამასინა და პარტიის ხელმძღვანელები ჩასული იყვნენ და სჭის გაცხრილვაზე იყოფილა. თორე საუბარი რომ ვიღაც ინდივიდები უნდა ამოეღოთ ამ სიდან, ვიღაცა უნდა ჩაესვათ. ეს არის დანაშაულები შეშფოთებული გავარდა ახლა შემდეგ დაურეკა შარვალათელაში და შარვალათელაში ჩასული ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში და იქ უფრო მეტი დამძიმებული სიამოვნებაა წედო. ყველა ოლიგარქი რომელმაც გაძარცვა აცნეულების ვაძილზე საქართველოს და გააღარება გააღატა ქვეყნის მოსახლეობა ყველა უნდა დასაქციდეს. მაგრამ ეს ბანკირები თავისთავად სხვანაირი უფრო ლოიალური უფრო ის არიან რა ქვია არა პროფესიონალები ამ პოლიტიკურ საქმეში და კიდევ შიხში შეიყვანეს ეს პროცესები ახლა. მაგრამ მე ვფიქრობ რომ შარვალათელაშვილის ვიზიტი ამერიკაში იქნება შედეგიანი და იგი აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება და გამარჯვებით დაბრუნდება საქართველოში. და თქვენ ანუ საზოგადოება ამბობს და ადამიანები რომ ეს გრძელვადიან პროცესში ვართ შესული და ანუ მოკლე დროში არ გადაწყდება ეს საკითხი. თქვენ როგორ უყურებთ, რამდენად შეიძლება დროში გაიწევოს ეს ამბავი და თქვათ დაჭირდეს თვეები? ეხლა ამ რეჟიმის წარმომადგენლებს რომ კონდეს ოდნავ ჭკუის ნატამანი თავში აუცილებლად ისინი უნდა ფიქრობდნენ ბალგის ჩალაგებაზე და ახალი არჩევნების დანიშნვაზე. მაგრამ რაც უფრო გაჭიანურდება, უფრო მეტი მტკივნეული იქნება ხალხისთვისაც და ამ რეჟიმისთვისაც. ამიტომ ეს ადრე თუ გვიან ეს ბრძოლა მივაბოლომდე, მაგრამ თავარია ჩვენ გვინდა უმტკივნეულოდ, უსისხლოდ და ყოველგვარი ესკალაციების გარეშე მშვიდობიანად დემოკრატიული გზით მოვიცილოთ ეს ხელისუფლება და ამის ყველა წინაპირობა არსებობს, რომ ჩვენი საერთაშორისო მეგობრები, საერთაშორისო პარტნიორები ქართველი ხალხის გვერდში არიან პირველად საქართველოს უახლოეს ისტორიაში. მთელი 30 წლის განმავლობაში თქვენ გახსოვთ, რომ ყველა ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობა და პარტნიორები იყვნენ მხოლოდ რეჟიმები და კორუმპირებული ჩინოვნიკების გვერდში. დღეს დღეს განათდა ამონათა მზემ და დღეს პირველად ეს ხალხი დადგა ქართველი ხალხის გვერდზე და ეს ბრძოლა აუცილებლად ბოლომდე გამარჯვება. და ბოლო კითხვა, ანუ ახალი თეატრი ჩამოდის ოზურგეთში საპროტესტო მანიფესტით კვირას. თქვენ თუ შეუერთებით ამ მანიფესტს და როგორც მაყურებელი თუ იქნებით ჭადრების ბაღში? რა თქმა უნდა ვეცდები, მაგრამ ახლა თუ როგორ იქნება ჯანმრთელობის მდგომარეობა, ახლა ეს ვირუსი რას იზამს, ხოიცი გადამდები ვირუსია და ცოტა ვერიდები საზოგადოებასა და ურთიერთობას და თუკი ყველაფერი დადებითად განვითარდება, ორ დღეში ალბათ აუცილებლად ეცვიქნება. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ბატონო დავით ჩართვისთვის და საინტერესო საუბრისთვის. მაყურებელს კი შევახსენებ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო დავით მამალაძე, ლეიბორისტული პარტიის რაიონული ლიდერი. ახლა ჩვენს ეთერში სტუდია ვაშინგტონის დროა. ანკარა და ბაქო აძლიერებენ სახმელეთო დერეფნის შექმნის ძალისხმევას, რომელიც ზანგეზურის დერეფნის სახელითაა ცნობილი, აზერბაიჯანსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რეგიონს შორის, რომელიც თურქეთს ესაზღვრება. სომხეთი თავის ტერიტორიაზე დერეფანს ეწინააღმდეგება, მაგრამ სირიაში და ლიბანში დამარცხებების შემდეგ მისი სტრატეგიული პარტნიორის ირანის დასუსტების პირობებში აზერბაიჯანი და თურქეთი შესაძლებლობას ხედავენ. Only reason why Armenia resists the establishment of ერთადერთი მიზეზი, რატომაც სომხეთი ზანგეზურის დერეფნის შექმნას ეწინააღმდეგება, არის ირანის დაპირებები, რომ მას სამხედრო ძალით დაიცავს. ირანი ახლა ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან მაქსიმალური წნეხის ქვეშ ექცევა. არ ვფიქრობ, რომ აზერბაიჯანი ან თურქეთი მის მუქარებს სერიოზულად აღიქვამენ. I don't think Azerbaijan or Turkey will take its threat seriously. ირანი 40 კილომეტრიან დერეფანს ძლიერ ეწინააღმდეგება, რადგან ის გადაუჭრის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გზას, რომლითაც სანქციების გვერდით ავლას ახერხებს. მაგრამ ანალიტიკოსები ამბობენ, რომ რეგიონული მარცხი და ვაშინგტონიდან მზარდი წნეხი ირანს აიძულებს რეგიონში მეგობრები ეძებოს. Making projection for the future
სამომავლო პერსპექტივაში შესაძლოა ზანგეზურის დერეფნის გახსნა ირანისთვის კარგი იყოს და მას თურქეთთან და აზერბაიჯანთან ბევრად უკეთესი და მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდეს. გასულ წელს ამერიკა-სომხეთის ერთობლივი სამხედრო წვრთნები ერევანსა და ვაშინგტონს შორის მჭიდრო ურთიერთობის ნიშანი იყო, ფაქტორი, რომელიც ანალიტიკოსების თქმით, თურქეთისა და აზერბაიჯანის რახვებს აკავებდა. მაგრამ ახალ ტრამპის ადმინისტრაციას ჯერ არ მიუნიშნებია, რა პოზიცია აქვს დერეფნის პროექტის მიმართ და ერევანი შეშფოთებულია, რომ შესაძლოა ბაქომ და ანკარამ ეს გაურკვევლობა გამოიყენონ. ქაოსი შესაძლებლობაა ცუდი სუბიექტებისთვის, რომ აკეთონ ისეთი რამ, რასაც ჩვეულებრივ არ გააკეთებდნენ და ახლა კი მათ არავინ აკვირდება. 2023 წელს აზერბაიჯანის არმიამ თურქეთის მხარდაჭერით სადავო მთიანი ყარაბაღის ანკლავში სომხეთის მიერ მხარდაჭერილი ძალები დაამარცხა. იმ დროს, როდესაც შესაძლოა თურქეთმა ზანგეზურის დერეფნით ეკონომიკური სარგებელი მიიღოს, შესაძლოა ვაშინგტონთან დიპლომატიურად უფრო მეტი მოიგოს, თუ ამის ნაცვლად ყურადღებას აზერბაიჯანს სომხეთის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე გაამახვილებს. თუ თურქეთს შეუძლია ეს ისეთ რამეთ წარმოადგინოს, რასაც მხარს უჭერს, ეს შეიძლება ძალიან საინტერესო იყოს პრეზიდენტ ტრამპისთვის, რომელსაც სურს თავის საერთაშორისო მშვიდობის მყოფლად წარმოაჩინოს. თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მჭიდრო კავშირები სურს, თუმცა იმავდროულად თურქეთის ლიდერი მზად არის თავის აზერბაიჯანელ კოლეგას ილჰამ ალიევს მხარი დაუჭიროს საზიარო მიზანში. მათი ქვეყნები ევროპასა და ჩინეთს შორის სახმელეთო ხიდად აქციონ. ეს გახდა ჩემხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.